სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ლუკა ყირიმელისა განღვეულის კვირას. ასე მგონია, რომ მთელი ჩვენი სამყარო და კაცობრიობა ბითესდას ტბას საბანელს გავს. ბითესდა ებრაული სიტყვაა და მოწყალების სახს ნიშნავს. ამ მოწყალების სახში უამრავი სნეული, სახიჩარი, კოჭლი და ბრმა იმყოფებოდა. ეს ჩვენი სამყაროს სახია. განააკაც უამრავი ასეთივე სხეულით უძლური არ ცხოვრობს. ისეთივე უსინათლოები, უმოძრაოები, დადამბლავებულები და ხეიბრები, როგორებიც ცხოვართა საბანელსა იყვნენ შეკრებილი. რა რიგ ბევრნი, რა უსასრულოდ ბევრნი არიან ისინი. როგორც წყურიად გამოჯამრთელება, მაგრამ დღესაც მათთვის არსებობს ღვთის მოწყალების სახლი. მაგრამ განუზომლად მეტია მძიმე სულიერი სნეულებები და ავადებულები. ბევრნი არიან ორივე მუხლით მოუძლურებულები, სულიერი ცხოვრების გზაზე მიმავალნი ძლივს რომ მიაბიჯებენ, ხშირად ფეხს წამოკრავენ და მიწას ენარცხებიან. რამდენი სულიერად ბრმა ადამიანია, ისეთებიც არიან, ვინც განგებ იბრმავებს გულის ხედვას, რომ ქრისტეს ღვთიური სინათლე არ დაინახოს. თუ უხელფეხო კაცი საბრალოა, გაცილებით უბედური და საცოდავია ის, ვინც ყველაზე მთავარს, სათნო და სპეტა გულს მოკლებულია. რამე თუ არც ერთი ორგანო არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც გული. თუ გული უსუფთავოა და ცოდვის სიბილწით არის ახსილი, მას არ ძალუძს ღვთიური ჭეშმარიტებისა და ქრისტეს ნათლის აღქმა. განა ჩვენ შორის არ არიან სულიერად გამოფიტული ადამიანები, რომელთაც ღვთიური მადლის წვეთიც არ მოხვედრიათ. მათი გული იმ გამხმარ მიწას ემსგავსება, რომელიც ღვთიურ წვიმას არ მოურწყავს. რა კი სამყარო ცხოვართა საბანელს ემსგავსება, იქნებ ამ ადგილს ყველა იმ საფყარით, სულითა და ხორცით სნეულით, იქ რომ იყო გამოჯამრთელებას ნატრობდა და წყლის ამღვრევას ელოდებოდა. ამიტომ ეწოდა მოწყალების სახლი. რამე თუ ღვთის მადლი და წყალობა ადამიანის ცოდვილ და საბრალო მოდგმაზე იქ უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა. ზოგჯერ ეს ისევე ცხადად მჟღავდება, როგორც ცხოვართა საბანელის წყლის აღმღვრევა. მაგალითად, როდესაც სასტიკი შიმშილობის შემდეგ უფალი სიკვდილის პირას მისულ ხალხს მდიდარ მოსავალს უწყალობებს. ან როდესაც ომის საშინელებით, საერთო სახალხო უბედურებით გამოწვეული უზარმაზარი ძვრებისას უფალი უღირს, თავნება, ქედმაღალ, დაღუპვის გზაზე მიმავალ ხალხს აჩერებს. ამის მაგალითები ისრაელის ერის ძველ აღთქმისეულ ისტორიაში მრავლად მოიპოვება. არა მხოლოდ ისტორიული მოვლენების ჯამს, არამედ კიდევ უფრო მეტად ცალკეული ადამიანების ცხოვრებაში ვლინდება ღვთის მოწყალება და ზრუნვა დასაღუპად განწირულთა, სნეულთა ხსნისა და განკურნებისათვის. მაგრამ ხსნასა და კურნებას ის იღებს, ვინც მუდამ დიდი გულისყურით აკვირდება ღვთის საქმეებს და უფლის წყალობის მიღებას ესწრაფვის. როგორც ცხოვართა საბანელში მყოფებს, მთელი გულისყური თავიანთი ტანჯვისკენ ჰქონდათ მიპყრობილი და დაძაბულები, გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს წყლის ამღვრევას, ასევე ჩვენს სულიერ სნეულთ გვმართებს მთელი ყურადღება საკუთარი სულის მოძრაობას მივაყროთ და ცხოვართა საბანელის წყლის ამღვრევის მსგავსი ის დიდებული წუთები არ გამოვტოვოთ, როდესაც ანგელოზის ჩურჩულს გავიგონებთ, რომელიც სინანულისა და ცრემლების გზით განკურნებას შემოგთავაზებს. მხოლოდ ის, ვინც თვალს არ აშორებს საკუთარ გულს, არ გამორჩება ღვთის წყალობის მომენტი და კურნებას მიიღებს. სწორედ ისე, როგორც ანგელოზის მიერ ამღვრეული ცხოვართა საბანელში უწინარესად შემსვლენ. რამე თუ ისინი, ვინც დაიგვიანეს, ვისი თვალები და გული დახშულია და ღვთის მადლს ძნელად დაგვიანებით ან სრულებითაც ვერ ხედავენ, ისინი დროულად არ აღმოჩნდებიან სათანადო ადგილზე და ვერ გამოჯამრთელდებიან. იმ სნეულთა მსგავსად, რომლებიც პირველები ვერ შევიდნენ ანგელოზის მიერ ამღვრეულ ცხოვართა საბანელის წყალში. თქვენ ხედავთ, რომ წმინდა წერილის ეს მონათხრობის სახია იმისა, რაც დღეს სამყაროში ხდება.
სახეა ღვთის წყალობისა. შეგონებაა ჩვენთვის, რომ ღვთის წყალობის მოსაპოვებლად მთელი ძალით უნდა ვიჩქაროთ. ღვთის მადლი კი ყველასათვის მისაწვდომია, ვინც მას ეძიებს, აფასებს და მისკენ მიისწრაფვის. მოწყალების კარი თქვენს წინაშე ღიაა. მათთვის, ვისაც საკუთარი ცოდვების სიმძიმე შეძრავს, მდაბლად ქედმოხრილი, გულზე მჯიღის ცემით, უფლის წინაშე მოინანიებს. ბევრმა თქვენგანმა ახლახან დასრულებულ მძიმე მარხვაში მოინანია, მაგრამ განა შემიძლია მშვიდად ვიყო ყველა მონანულის გამო, დარწმუნებული, რომ ისინი სრულიად შეითვისებენ და გამოიყენებენ ცოდვათა მიტევების იმ დიდ ნიჭს, რომელიც მიიღეს სინანულის საიდუმლოსა და ზიარების საიდუმლოში. არა, არ შემიძლია და უნდა შევახსენო მათ ეკლესიის დიდი მოძღვრისა და მასწავლებლის წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები, რომლებიც ამას მოგვიწოდებს. მიტევების ღირსი არ არის ის, ვინც ეზიარება და ისევ სწოდავს. ჯანმრთელობის ღირსი არ არის ის, ვინც განიკურნება და კვლავ საკუთარ თავს მიაყენებს ჭრილობებს. განწმენდის ღირსი არ არის ის, ვინც განიწმინდება და ისევ წაიბილწავს თავს. უნდა შეგახსენოთ კიდევ უფრო შეუპოვარი და მძიმე სიტყვები პეტრე მოციქულისა. რამე თუ რომელნი იგი განერნეს შეგინებათაგან ამის სოფლისათა მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესითა. მათვე კვალად აღერინეს და იძლინეს, ექმნა მათ უკანაისკნელი იგი უძვირეს პირველისა. უმჯობეს იყო მათ და ეცნავე, თუმცა არა გზაი იგი სიმართლისაი, ვიდრე ცნობასა და მართლუკუნ ქცევასა მოცემულისა მისგან მათთა წმინდისა მცნებისა. შეემთხვია მათ ჭეშმარიტისა მისებრი გავისა, ძაღლი მიექცა ნათხევარსა თვისა და ღორი ინწუმბა სამგორელსა მწვირისასა. ამიტომ ჩვენს გულში ღრმად დავიმარხოთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომლებიც მან განრღვეულის განკურნების შემდეგ უთხრა. აჰა, ცოცხალ იქმენ, ნურღარას წოდავ, რაითა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ. შეგვეციოს. წმინდა ლუკა ყირიმელი, უფლის წყალობა არ მოაკლოს თითოეულ ჩვენთაგანს. მერთმა ერთ აბზაცზე გავამახვილებ ყურადღებას და დიდხანს აღარ შეგაწყენთ თავს. ნახეთ, რას ამბობს წმინდა ლუკა ყირიმელი, რომ იმისათვის, რომ ადამიანს არ გამორჩეს მომენტი, როდესაც მას უფალი მოუწოდებს, ის მთელი ცხოვრება უნდა იყოს ყურადღებით და საკუთარ სულის მოძრაობებს გამუდმებით უნდა აკვირდებოდესო, რომ ანგელოზის ჩურჩული, რომელიც მას მოუწოდებს ხნისაკენ, არ გამორჩეს. სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ თანამედროვე ჩვენი ყოფა ცხოვრება ისეთია, ეშმაკმა ისე მოახერხა, რომ აბსოლუტურად უყურადღებოდ ვცხოვრობთ თითოეული ჩვენთაგანი. მთელი ჩვენი სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ. ეხლა კი მორწმუნე ქრისტიანები გვქვია თითოეულ ჩვენთაგანს და შეძლებს დაგვარა ჩვენი მწირი ძალების შესაბამისად რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან შორს ვართ იმ მდგომარეობიდან, რომ ეხლა მუდამ, ესე ვთქვათ, დაძაბული გონებით, აი ესე როგორც ვთქვათ, იმიტომ მოყავს ხო წმინდა ლუკას ეს მაგალითი, აი სნეულებაში ჩავარდნილი ადამიანები, როგორც ჩანს ეს ადამიანი წლობით 38 წელი იწვა იქ, რომ აი ეს განკურნება მიეღო და ელოდებოდნენ, როდის აიმღვრეოდა, რომ პირველები მივარდნილი იყვნენ იქ. ეხლა ამ მდგომარეობიდან თითოეული ჩვენთაგანი ძალიან შორს ვართ და შორს ვართ ალბათ უწინარეს ყოვლისა, იმიტომ რომ არც ერთ ჩვენთაგანს არ გონია სულიერად ხეიბარი ჩვენთან. მაინც ეხლა რა თქმა უნდა, ასე თუ შეგვეკითხება ვინმე, რომ აბა ცოდვილი ხარ, ყველა უპასუხებთ, რომ ცოდვილი ვარ, რა თქმა უნდა და ღვთის წყალობა მჭირდება ცხონებისთვის, მაგრამ სინამდვილეში აი მთელი გულით თუ დავფიქრდებით, პრაქტიკულად არც ერთი ჩვენთაგანი არ ფიქრობს, რომ ის არის ეხლა თქვათ აი ესეთი ხეიბარი, თუნდაც როგორც ეს დღევანდელ სახარებაში მოყვანილი ადამიანი იყო, რომელსაც თავისით ადგომაც კი არ შეეძლო საწოლი. არც ერთი ჩვენთაგანი არ ფიქრობთ ეხლა, რომ სულიერად ბრმა ვართ და ქრისტეს ვერ ხედავთ და
არც ერთ სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, ვერც იმის საჭიროებას ვერ ვიაზრებთ, რომ ეხლა ყურადღებით ვიყო, რომ აი ეს წყლის ამღვრევა არ გამომეპაროს. და არ გავრჩე ისევ განუკურნებელი. რას ნიშნავს დარჩე განუკურნებელი სულიერი მნიშვნელობით? დარჩე განუკურნებელი სულიერი მნიშვნელობით ნიშნავს, უნდა დაიღუპო ჯოჯოხეთისთვის უნდა გაიწირო. ამას ნიშნავს, ხო? და აი სამწუხაროდ, რადგან პირველი არ გვაქვს გააზრებული, რომ სნეულები ვართ და მაშველი გვჭირდება, აუცილებლად თორე დავიღუპებით, აქედან გამომდინარე, აი მეორესაც ვეღარ ვაკეთებთ, არ ვართ ყურადღებით. და ამაში ეშმაკი ძალიან გვეხმარება, ხო? დღეს გაცილებით იოლია მისთვის გონება გაუფანტოს ადამიანს, ვიდრე ადრე იყო. დღეს ეხლა ადრე თუ ადამიანს თქვათ, სულ რაღაც რამოდენიმე ათეული წლის უკან იმისათვის რომ მაგალითად რაიმე გასართობი ენახა, უნდა ბილეთი აიღო, კინოში წასულიყო, ან თეატრში წასულიყო, ან სადღაც რაღაც კონცერტზე, რომელიც წელიწადში ერთჯერ, ორჯერ იმართა. ეხლა კინოთეატრი გვაქვს ყველა სახში. და დღის ნებისმიერ ჯიბეში გასო, სახლი რაღაც გვინდა, სახლშიც აღარ გვინდა. ხო, ტელევიზორზე ქემაინც ის იყო საჭირო, რომ შეთანხმებულიყო ოჯახის წევრები და რაღაცა. ეხლა ყველა თითოეულ ჩვენთაგან ჯიბეში გვაქვს ტელევიზორი და მთელი სამყარო და მთელ ცხოვრებას ვატარებთ გართობის ძიებაში. აი დააკვირდით ეს სკროლვა რო ვიცით ეხლა თითოეულმა ჩვენთაგანმა. ეს რა არის თუ არა, აი არ ხო დაგიჭერიათ თქვენი თავი, რომ შეიძლება საათი გასულა და არაფერი არც სასარგებლო და არც მოსაწონი არ გინახიათ, მაგრამ უყურებთ, რომ იქნებ რაღაცა ამოვიდეს. ეს ხო აი რამდენი საათი და რამდენი დღე გვაქვს, აი რომ შევაჯამოთ ამაში დაკარგული. და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დროს რო უფალმა მოგიწოდოს, ხო არ ქცალია შენ მაშინ, გამოგეპარება. შენამდე სხვა მივა ის განიკურნება და შენ დარჩები ისე. არაფერი სახარებაში ტყილა არ წერია. ეს მინდა ყველამ რო კარგად ვიცოდეთ. არაფერი ტყილა არ წერია, არც ერთი მაგალითი იქ მოყვანილი ვიღაცისთვის არ არის. ყველა მაგალითი ჩვენთვისაა მოყვანილი და ვაი ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს თუ ეს ცხოვრება ისე გავიდა, რომ ვერც ერთი წყლის ამღვრევა ვერ დავინახოთ. და არც ერთ მათგანში არ შევიდეთ განსაკურნებლად. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავმეორდები, შედეგი ამ ყველაფრისა ხო იქნება დაუსრულებელი ტანჯვა. ღვთის გარეშე დაუსრულებად ყოფნა. და ამას ვერც ერთი ადამიანი ვერ გაუძლებს. ჯოჯოხეთი სწორედ იმიტოა ჯოჯოხეთი. ერთმა შეგვაძლებინოს, რომ ყურადღებით ვიცხოვროთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამისათვის აუცილებელი აი ამ უამრავი ჩვენს გარშემო არსებული გონების განფანტავი აი ამ რაღაცეების მოზღუდვა. სხვანაირად არ გამოვა. აი სპორტსმენების მაგალითს მოგიყვანთ, რომ იოლი გასაგები იყოს, ხო? ერთ-ერთ ძალიან წარმატებულ სპორტსმენს კითხეს, რომ რა არის ყველაზე ძნელი შენს ცხოვრებაში? აი რომელი ვარჯიში, რომელი დატვირთვა, საოცარი რამე უპასუხა. ყველაზე რთული ჩემ ცხოვრებაში არისო 9 საათზე რომ ლოგინში უნდა ვიყო, რომ დილას მთენი უნდა ავდგე და ვივარჯიშო. 9 საათზე ლოგინში მიუხედავად მეგობრების, თქვა, თხოვნისა და ასე შემდეგ. ანუ ამით რა თქვა ამ ადამიანმა, ნახეთ, რომ მე თუ მინდა წარმატებას მივაღწიო, ყველაფერი სხვა, რაც ამ ჩემს წარმატებას ხელს უშლის, უნდა მოვიზღუდო. უნდა მოვიკლო და ყველაზე რთული ეს არის ჩემ ცხოვრებაში. სულიერ ცხოვრებაშიც ესე არის. ღმერთი ხო ყველგან ცდილობს, რომ დაგვანახოს. ყველგან ცდილობს, რომ მაგალითი დაგვანახოს ჩვენი სულისთვის სასარგებლო და წარმოიდგინეთ თუ ადამიანს რომ სპორტში მიაღწიოს წარმატებას, მისთვის აუცილებელია რომ ყველაფერზე უარი თქვას, რაც მას უყვარს. ნახეთ, ამ ადამიანმა რა თქვა, რომ მას ეს უყვარს, მეგობარიც უყვარს, გართობაც უყვარს, ყველაფერი, მაგრამ აი სპორტული წარმატება უფრო მეტად უნდა და აქედან გამომდინარე ამ ყველაფერზე უარს ამბობს და იცის რომ თუ ამ ყველაფერზე უარს არ იტყვის, მაშინ იმას ვერ მიიღებს რაც უნდა. წარმატებული ადამიანი წარუმატებელი ადამიანისგან ამიტგან სხდება, სხვა არაფრით. და სულის სხონებას დაღუპვისგან სწორედ ამიტგან სხდება და სხვა არაფრით. თუ რაზე წავა ადამიანი და რას მოიკლებს. იმიტომ არის სახარებაში უფალი რო გვეუბნება რომ
ყველაზე მთავარი მცნებაა შეიყვარო უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გონებით, გულით, ძალით. სხვა ყველაფერი უნდა მოიძულო, ამიტომ გეუბნება უფალი, იმიტომ რომ თუ არ მოიძულებ, მაშინ აი ის რაღაცეები გაგიფანტავს გონებას და დაკარგავ მთავარს. დღეს ახლა ნებისმიერ ბავშვს კითხეთ, ყველას უნდა ხვიჩაკვარაცხელია გახდეს. შეეკითხეთ ნებისმიერ ბიჭს. გამის უკვე გოგოებსაც უნდათ, მაგრამ როგორც კი ეტყვი რა უნდა იშრომოს ამისთვის და გზაზე დააყენებ 99.9% ამაზე უარს იტყვის. აი ესეა სულის ცხონებაც. შრომის გარეშე არაფერი არ მოხდება და შრომა კიდე სამწუხაროდ ვეზარება. ამიტომ უპირველეს ყოვლისა ღმერთს ვევედროთ, რომ გული გაგვიხსნას, ჩვენი თავი სწორედ ისე უნდა აღვიქვათ, როგორც აი ეს განღვეული იყო, რომელმაც უფალს კითხვაზე რომ რატო ხარ ესე უპასუხა, რომ არავინ არ მყავს, რომ როცა წყალი აიმღრევა, მიმიყვანოს წყალთან და ამიტომ ჩემამდე სხვები მიდიან. აი ჩვენც ესე უნდა ესეთები ვართ რეალურად, ხო, რომ არ შეგვიძლია ხა რომ რაც ახლა ჩვენ მე ვილაპარაკი აქ ხო თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალიან კარგად ვიცით რომ ესნეულება გვჭირს, მაგრამ აი ვერ ამ განღვეულის მსგავსად ძალა არ აქვს. არ შეგვიძლია, აი ერთ ადგილზე თითქოს გაშეშებულები ვართ. აი უნდა ვთხოვოთ აქიდან უფალს რომ არა გვყავს, აი არა გვაქვს ძალები. მოდი შენ დაგვეხმარე უფალი. და აუცილებლად დაგვეხმარება. აუცილებლად დაგვეხმარება უფალი და მიგვიყვანს აქამდე, მაგრამ მე როგორც ამ განღვეულს უთხრა ისე ჩვენს გვეტყვის. ცოცხალი ხარ ახლა. ნუ ღარ ცოდავ, რომ უძვირესი რაიმე არ შეგემთხვეს, ანუ გამოჯამრთელი და ფრთხილად იყავი, ნუ ღარ შეცოდავ, რომ უფრო უარესი არ დაგემართოს. ეს ბოლო სიტყვებით დაამთავრა წმინდა ლუკამ და ჩვენც ესე დავამთავროთ, რომ ფრთხილად ვიყოთ, რომ დღეს თუ ეკლესიაში ვდგევართ, ეს ღვთისწყალობა არის. თუ ამას არ გაუფრთხილდებით, არ შევეცდებით, რომ რაც შეიძლება ნაკლები ვცოდოთ, თუ შევცოდავთ, აღსარებაზე გავიქცეთ, მივინანიოთ, ისევ გავიწმინდოთ სული, შეურიგდეთ ღმერთს. რომ იოანე ოქროპირის სიტყვები მერე ჩვენზე არ აღსრულდეს, რომ არ არის ის მიტევების ღირსი, ვინც მიტევების მერე ისევ სცოდავს. ამიტომ ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ მარადჟამს საკუთარი თავი ცოდვისგან დავიცვათ. დავეცით, სასწრაფოდ აღსარებაზე უნდა გავიქცეთ. სასწრაფოდ რომ ისევ შეურიგდეთ ღმერთს და მოწყალე ღმერთი გვყავს, ამაში დარწმუნებულები ვართ, არასდროს არ დაამადლებს ადამიანს სოდის პატიებას, ჩვენი უფალი, არასდროს. ერთმა შეგვაძლებინოს, რომ სინანულის გზით ვიაროთ. უფალმა დაგვეცო და გაგვეთქვი.